რუსეთის აგრესია და გენოციდი არ არის ახალი ცივილიზებული სამყაროსთვის. უბრალოდ რიგ შემთხვევებში ბიუროკრატები ამაზე თვალს ხუჭავდნენ და თვლიდნენ, რომ ეს მათ არ ეხებოდათ. მე ვარ საქართველოდან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს პუტინის რუსეთს. მათ გადაწყვიტეს გაენადგურებინათ უკრაინა, აეღოთ კიევი და საბოლოოდ დაეპყროთ მეზობელი სახელმწიფო. თუმცა პუტინი შეცდა. მთელი მსოფლიო გაერთიანდა მისი ბოროტების წინააღმდეგ, სადაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. ამასობაში 7-8 მარტს მსოფლიო მიხილა თავისუფლების მებრძოლი ქართველი ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა რუსულ კანონს. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობითა და პროტესტით რუს ოლიგარქ ივანიშვილს მოუწია ამ კანონის უკან წაღება. პოზიტიური ცნობაა პუტინის ომის დამნაშავედ გამოცხადება და მისასალმებელია, რომ ცივილიზებულმა სამყარომ ფაქტობრივად კრემლში გამოკეტა ტერორისტი პუტინი. ამის პარალელურად კი კრემლიდან მართულ ხელისუფლებასა და ივანიშვილს ძევლად ყავს აყვანილი პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი და მსოფლიოს დასანახად წამებით კლავს მას. არ უნდა დაუშვათ პროდასავლელი რეფორმატორი ლიდერის მკვლელობა პუტინის საამებლად. ასევე ივანიშვილს პატიმრობაში ყავს თავისუფალი მედიის დირექტორი ნიკა გვარამია. დღეს ივანიშვილის სასამართლომ კიდევ ერთი ოპოზიციური არხის TV ფორმულას გაკოტრების სანქცია გამოსცა. ქართველი ხალხი ვაგრძელებთ ბრძოლას და იმედით შევყურებთ გმირ უკრაინელ ხალხს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს ბოროტებაზე. ამაყივარ, რომ ამ უთანასწორო ომში უკრაინის მშვიდობის მხარეს იბრძვიან ქართველი მებრძოლებიც და მინდა ქედი მოვიხარო ყველას წინაშე, ვინც ახლა ფრონტის ხაზს იცავს და იბრძვის თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს. Thank you very much. Thank you.